ეროვნული არქივი ქართული ძველნაბეჭდი წიგნების აღწერას იწყებს, საცავი მე-17 საუკუნიდან გამოცემულ წიგნებს აერთიანებს. სასულიერო და საერო ხასიათის 250-ზე მეტი გამოცემა დეტალურად გადაისინჯება, აღიწერება და კატალოგის სახით დაიბეჭდება. კიდევ ერთი დეტალი მუშაობის პროცესში მკვლევარებმა ანდერძ მინაწერები აღმოაჩინეს. Შეყო იოტა M8 წელსა, მე ვიდა აპრილის 8-სა 4 მტკაველი თოვლი და იყო 1 კვირას. მინაწერი აპრილის თვეში მოსული 4 მტკაველი თოვლის შესახებ 1817 წელს გამოცემულ წიგნში გვხვდება. სახარების პატარა კრებული საჩხერის სტამბაში დაიბეჭდა. მისი მფლობელებისა თუ ისტორიული ფაქტების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციას ძველნაბეჭდი გამოცემების სწორედ ანდერძ მინაწერის სახით ინახავს. ასეთივე იშვიათ რარიტეტულ წიგნს მიეკუთვნება 1784 წელს ერეკლე მეორის სტამბაში გამოცემული კურთხევანი. ძალიან მნიშვნელოვანია მასზე შესრულებული სანოტო ნიშნები, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში უკვე აღარ გამოიყენებოდა. და აქვე გვხვდება ხელნაწერის ანდერძი. ამ ხელნაწერზე, რომელიც სულ რამდენიმე ფურცელია და რარიტეტულ წიგნში ჩართული, დართული ანდერძით ხვდებით, რომ ის გადაწერილია ვინმე გრიგოლის მიერ. ვახტანგ მე-6-ისა და ერეკლე მეფის სტამბების გამოცემები ერთმანეთისგან შიფტის გრავირებისა და ყდის მიხედვითაც გამოირჩევა. 1800 წლიდან საგამომცემლო საქმიანობა იმერეთშიც ვითარდება. სხვადასხვა ქალაქში გამოცემული და ეროვნულ არქივში დაცული 250-ზე მეტი წიგნი პირველად აღიწერება. ეს აღწერა ითვალისწინებს ყველა აუცილებელ მუხლს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ აი მუშაობის პროცესში. მათ შორის ჩვენ დაწვრილებით შეგვაქვს არა მხოლოდ ბეჭდური სახით წარმოდგენილი ანდერძები, რომელიც ახლავს როგორც წესი ძველნაბეჭდ წიგნებს, არამედ ასევე ჩვენ შეგვაქვს ხელნაწერული სახით დართული ანდერძ მინაწერები, რომლებიც ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლევა და რიგ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციული წყარო. ქართულ რარიტეტულ წიგნებზე და მათზე დართულ ანდერძ მინაწერებზე სრულ ინფორმაციას ეროვნული არქივი მალე ერთ კატალოგში გააერთიანებს.